შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას და საბადრაგოს ყოფილი უფროსის მამუკა საბანაძის ადვოკატი გიორგი ონიანი მათი საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. თენგიზ გუნავას ბრალს ნარკოტიკის შეძენა შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაში სდებენ. ადვოკატი გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გუნავას ნარკოტიკი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს და პროკურატურა პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ რეაგირებს. ონიანმა პრესკონფერენციაზე მისივე დაცვის ქვეშ მყოფ მამუკა საბანაძის საქმეზე ისაუბრა. საქმე ეხება 2006 წელს მერვე საპყრობილეში მომხდარ ბუნდს, რომლის დროსაც საბანაძე დაიჭრა. ადვოკატი განმარტავს, რომ მას პროკურატურა ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებს. ასევე მას არ ჩატარდა ყოველივე ამას თავი დავანებოთ საქმეში რო ჩაიხედეთ ფიგები სადაც არის დაფიქრებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა მიაქციონ ყურადღება და გამოიძიონ თენგიზ გუნავას მიმართ ჩადენილი თანამშრომლებისგან ის საქმე და ასევე ყურადღება მიაქციონ, რომ არ მოხდეს ზეწოლა თვითონ მამუკა საბანაძესზე, რომელიც უკვე არაერთხელ დაიბარეს და ერთ და იგივე კითხვებს უმეორებენ მხოლოდ. ნათელია ის პოლიციელების მოქმედება, რომლებმაც იარაღი ჩამიდეს და ნარკოტიკი, ან აღნიშნულია კამერაზე, როგორ შევედი მე და როგორ დამსვეს სადარბაზოსთან და 3 წუთში გამომიყვანეს იქიდან. და ჩვენგის ოლქში წერია, რომ სადღაც 25-27 წუთი მიმდინარეობდა ჩვენგა, რაც არის აბსურდი.